ჭიათურ მანგანუმს სათავეში რუსი ბიზნესმენი ჩაუყენეს. მიხეილ სოცკი უკვე ხელმძღვანელობს საქნახშირს ტყიბულში. ჭიათურ მანგანუმის რეორგანიზაციაა დაგეგმილი, რაც თანამშრომლების გათავისუფლებასაც გულისხმობს. სოცკი აქციების შეწყვეტასა და შუქრუთში დაზარალებულების მიერ ბლოკირებული მაღაროების გახსნასაც მოითხოვს. ჭიათურელი მშრომელები ახალი ხელმძღვანელის პირობებს ზეწოლად და მუქარად აღიქვამენ. სოცკიმ თანამშრომლების გათავისუფლების მეთოდი უკვე გამოიყენა ტყიბულში. მიხეილ სოცკი ასიახლა ჭიათურლებსაც მიესალმება. რუსი ბიზნესმენი, რომელიც ამავდროულად ტყიბულის საქნახშირსაც ხელმძღვანელობს, ჭიათურ მანგანუმის პრობლემების მომგვარებლად გაამწესეს. პირველივე განცხადებით, რომელიც კომპანიამ მისი სახელით გაავრცელა, თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლება დააანონსა. შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სწორედ ეს არის ერთადერთი გზა მომგებიანი, სტაბილური და უსაფრთხო ოპერირების დასაბრუნებლად. ყველა თანამშრომელი დეტალურად ინფორმირებული იქნება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და მათთან კომუნიკაცია გამჭვირვალედ და ეტაპობრივად წარიმართება. ამავე დროს რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყება დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება. თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა, გადამაგრებითი სამუშაოები. კომპანიის პოზიცია უცვლელია. პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. კომპანია გადაჭრით აცხადებს, ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით, ან საერთოდ ვერ აღდგება. ვინ არის მიხეილ სოცკი? ის რუსეთის მოქალაქეა და რამდენიმე წელია ტყიბულის საქნახშირის გენერალური დირექტორია. მის სახელს უკავშირდება დეკემბერში საქნახშირიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლება, როგორც თავად ამბობდნენ პოლიტიკური ნიშნით. ის წლების განმავლობაში ტყიბულში გავლენიან ფიგურად იქცა. ფლობს უძრავ ქონებებს ტყიბულსა და რაჭაში და დაახლოებულია ქართულ ოცნებასთან. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ჭიათურის პრობლემის მოგვარებაც სწორედ ამიტომ ანდეს. ეს არის ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ფულის ნაკადებს და ამ ფულის ნაკადის გაკონტროლება სჭირდება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს სჭირდება სანდო ადამიანი. მიხეილ სოცკი აქამდე ადგილობრივ მოსახლეობაში, როგორც ტყიბულში, ჭიათურაში და რაჭაში ატყუებდა ადამიანებს, რომ ეს იყო უკრაინიდან და ამით ცდილობდა კეთილგანწყობის მოპოვებას, ხოლო დოკუმენტალურად ეს ადამიანი დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ არის რუსეთის მოქალაქე. შესაბამისად, დღეს ჭიათურაში ბიძინა ივანიშვილის დავალებებს შეასრულებს მიხეილ სოცკი. ამ ადამიანისთვის არ არსებობს არანაირი წინაღობა, მაგალითად უძრავი ქონების შეძენის. ასე გააძევეს ჭიათურელმა მაღაროელებმა მათთან სოცკის სახელით მისული პირი. საუბრის ტონი მათთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. მრავალკვირიანი პროტესტისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლებას ჭიათურელთა პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯები არ გადაუდგამს. შესაბამისად, მათი უკმაყოფილებაც იზრდება. ჯერ არ შემოსულა და ახალ თითებს იქნებს. აიგე? ახალ სტილობს რომ მონობა შეგვაგდოს. სოცკი არის ჩემი ძმადაცნო და ტყიბულში ყველაფერი მოგვარებული მაქვს, აწყობილი მაქვს საქმე და ჭიათურელი ვარ. მეც ავაწყობა აქ. ესე იგი, მოდის ვინმე უცნობი პიროვნება ჩვენთვის და გეუბნება რომ ტყიბულში დაალაგა სიტუაცია და მე ვარ პასუხისმგებელი გავალაგებ ყველაფერს. მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა თუ არავის არ გააჩნია ამ ქვეყანაში და მეტ ყურადღებას არ ვიმსახურებ ჩვენ, ვიდრე ვიღაცა უცხო და ჩვენთვის უცნობი მოდიოდეს და აქტივებს გვიქნევდეს. ხელისუფლებას ვეკითხები, რას აპირებთ, რას გეგმავთ, რას ფიქრობთ და როგორ გონიათ, როდემდე ვიქნებით ასე შემწყნარებლები და როდემდე გადაგისვავთ თავზე ხელს. მაღაროელები იმასაც ამბობენ, რომ ჭიათურ მანგანუმის მენეჯმენტი ცდილობს თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ადგილობრივი გამგებლები კი მათთან რეკავენ და უსამსახუროდ დარჩენით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ კი კომპანიის პირობებს არ დათანხმდებიან. რაც ტყიბულებს გაუკეთეთ ამ წლების განმავლობაში. ტყიბულელი მეშახტეები რომ დაანონეთ, შეაშინეთ. ერთ ადამიანს არ უჩნდება ბრძოლის სურვილი. იმდენად დაათიტოტაცეთ და ზუსტად ამაში ხართ პროფესიონალები, სოცკი და მისი შეხვდომები და ეგ გინდა ჭიათურაშიც გაატაროთ. ნუ რას უკაცრავად, ვერ მოგართვევთ. პირიქით, აქ ჩამოხვდეთ და ქებს აქავე დაგამტვევთ. ქართული ოცნება მაღაროელების სოციალურ პროტესტსაც და დაზარალებული შუქრუთელების აქციებსაც ოპოზიციას აბრალებს და კომპანიის მძიმე მდგომარეობას სწორედ ამ პროტესტს უკავშირებს. ასევე არ უარყოფენ იმასაც, რომ სოცკი სწორედ ოლიგარქის ხელისუფლების ჩარევით დაინიშნა.
მთელი ეს ოპოზიცია წოდებული სტრუქტურები მოუწოდებდნენ გაფიცვისაკენ, თბილისში ჩამოსვლისაკენ, რევოლუციისაკენ და მერე ყველაფერი იქნებოდა, ყველა ბიზნესი იქნებოდა მართული სამართლიანად. აი ეს დაპირებები არსებობდა და ამან ვითარებამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა ბიზნესს. აქედან გამომდინარე ჩაერია ხელისუფლება პროფკავშირებთან ერთად და გარკვეულწილად როგორც იქნა რაღაცა შეთანხმებამდე მივიდა. რუსი ბიზნესმენია თუ უკრაინელი ბიზნესმენია თუ ყაზახი თუ ამერიკელი ბიზნესმენია ეს უნდა ემსახურებოდეს საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს. სანამ ქართული ოცნება დამნაშავეებს ისევ ხალხში ეძებს, ჭიათურაში სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება. საწარმო, რომელიც რაიონში ლამის ერთადერთი დამსაქმებელია, უკვე თვეებია გაჩერებულია. ათასობით მაღაროელი და მათი ოჯახები კი შემოსავლის გარეშე რჩებიან.